პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივით გამოდის და ამის შესახებ ვრცელ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. იმისთვის, რომ მომავალში ქართულმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანის სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წერს ირაკლი კობახიძე და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლების და ამოცანებით ჩვენ ვალდებული ვართ ეს ჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ. ვალდებული ვართ ქართველ ხალხს დაუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის ქართველ ჭყალებში, ესე მოიხსენიებს ბატონი კობახიძე, აგენტურას საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისთვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანის სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება საზოგადოებას, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მე გიორგი ისაკაძე, როგორც BMG-ს ერთ-ერთი და არა ერთადერთი ხელმძღვანელი პირი, მხოლოდ მივესალმები დებატების შესაძლო ფორმატების დაბრუნებას. სიმართლე გითხრათ, მე არ მესმის, როგორ განსაზღვრავს ობიექტურ მედიას სახელისუფლებო გუნდი და ასევე ვისურვებ, რომ პოლიტიკური დებატების გარდა შედგეს საქმიანი საუბრები და მსჯელობა ეკონომიკაზე, სოციალურ და ფინანსურ საკითხებზე. მით უმეტეს სახელისუფლებო გუნდში ამის მცოდნე და მოსაუბრე ხალხიც არის. მე დამჩა შთაბეჭდილება, რომ აქცენტირება პრემიერ-მინისტრისგან და მისი სიტყვის შემდეგ მისივე პოლიტიკური გუნდისგან უფრო პოლიტიკურ დებატებზე გაკეთდა. პოლიტიკურ დებატებზე, რომლის მე პირადად მხოლოდ მომხმარებელი, ანუ მაყურებელი გახლავართ, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ამომრჩეველი და გადასახადის გადამხდელი. თუ ანალოგიური მიდგომები გავრცელდება ეკონომიკაზე და ბიზნესზე, BMG-ზე მრავლად არსებულ სხვა თემატიკებზე დაწყებული ჯანდაცვიდან დასრულებული სოციალური საკითხებით BMG ზუსტად ისევე არის ჩვენი, როგორც ქართული ოცნებისა და მათი პოლიტიკური მიმდევრებისა. ამიტომ მოგბრძანდით ბატონო, არ ვაპირებთ არანაირი სპეციალური ფორმატების შექმნას და არც არის საჭირო. რაც შეეხება მედია სტანდარტებს და რაღაც სხვა თამდებ დათქმებს, იცით როგორ არის ჩემთვის და გუნდის წევრებისთვის არის ერთი რამ მთავარი. ჩვენ ესე გავიზარდეთ. აქ მოსული სტუმრები, ქალბატონები და ბატონები გამოირჩევიან შემდეგი კრიტერიუმებით. არიან კომპეტენტურნი, პროფესიონალი და ზრდილობიანი ხალხი, ვისაც უყვარს საქართველო და სურს ის მდიდარი და მაღალშემოსავლიანი იხილოს. სულ ეს არის პირობა. ნებისმიერ დროს 24 შვიდზე ჩვენ მზადა ვართ შევასრულოთ ჩვენი საქმე, ისევე როგორც ველით ამ ყველაფრის შესრულებას და ანგარიშვალდებულებას ხელისუფლების მხრიდან გადასახადის გადამხდელების წინაშე. სულ ეს არის, დავიწყოთ და აღარც დავასრულოთ.